ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები მწვავედაა გაკრიტიკებული, ბრიფინგით გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელის სიცრუეში მტრულ რიტორიკასა და გამიზნულ მავნებლობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, გაფართოების ანგარიში ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველოა, რომელსაც პაპუაშვილის მტკიცებით რეალურ საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან. ზუსტად ამგვარი უკვე ტრადიციულად ქცეული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიშით, სადაც საქართველოს მონაკვეთი თეთრი ზაფითაა ნაკერი. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. სწორედ ამიტომ გსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს. წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა რუსულ დეზინფორმაციას, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, NGO-ებისა და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღისწესრიგის დაფინანსების შესახებ და ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე.